გამარჯობა ჩემო მეგობრებო, დღეს მე ვარ თერჯოლაში, გიორგი გაბრიჭიძესთან, დისტილერთან, ლუდის მხარშველთან და როგორც აღმოჩნდა, ლიმონადის გამკეთებელთანაც კი. გამარჯობა, ძალიან გავოცდი მე ეს და რაღაცნაირად ძალიან გემრიელი ლიმონადი აღმოჩნდა, ეხლა გავსინჯეთ ამ წუთას და ძალიან კარგი ლიმონადს აკეთებს. ჯერ ცდის, მაგრამ მერე ვნახოთ რა იქნება. მაგრამ ჩვენ ახლა ვილაპარაკოთ აქ სადაც ვართ, ახლა შენს სახელოსნოში სპირტებზე, ქვაბებზე, გამოხტაზე და ამ სფეროზე ვისაუბროთ ჩვენ. კი ბატონო. ახლა მითხარი შენ როგორ დაიწყე საქმიანობა და როგორ მოხვედი აქამდე და რამდენი სახის მაღალ ალკოჰოლ სასმელს აწარმოებ? დასაწყის რაც შეეხება, ბავშვობიდან მოყოლებული როგორც ხდება საოჯახო ტრადიციით ოჯახში ხდებოდა ჩვენთან ჭაჭის არაყი, მეც ვეხმარებოდი ჩემ წინაპარს, მოხუცყალ ბატონს ბებოს და იქედან მოყოლებული ეს საქმე შემიყვარდა. შემიყვარდა და მოვყევი ძველი ტრადიციული ქვაბით იქამდე, სანამ არ მივხვდი, რომ რაღაც ახალი იყო საჭირო, განახლება იყო რაღაც კუთხით საჭირო და უკვე 2017 წელს შევიძინე გაზაფხულის ბოლოს ერთი ახალი ქვაბი და დავიწყე. მოვყევი ესე დღემდე, სულ ექსპერიმენტებში ვარ. ერთი იმას ვიტყვი, რომ ეს სიცოცხლე არ მეყოფა ცოდნისთვის, რომ ეს საქმე ბოლომდე ამოვწურო და ვიცოდე, მაგრამ მუდმივად მცდელობა იმის, რომ რაღაცა ახალი ისწავლო, ახალი ექსპერიმენტი, ახალი ცდა, გაძლევს საშუალებას მეტ კითხვას გაცებ პასუხი ყოველ შემთხვევაში შენ თავთან მაინც. სულ მაგას ვამბობ ხოლმე მეც, რომ მეც შემოვდგი ფეხი ამ სფეროში და ძალიან კარგი. მე ხო სულ იმას ვამბობ, რომ ყველას ალბათ ვინც ამ სფეროსთან ახლოს არ არის, წარმოუდგენია, რომ გააცხელე ქვაბი, წამოვიდა რა უნდა მაგას, ხო და სინამდვილეში ეგ ცოდნა არ არის. არ არის. და აი რაც შენ თქვი ახლა, რომ შეიძლება სიცოცხლე არ მეყვოსო ამ ცოდნისთვის, რომ მართლა ეგრე არის რა. სულ ახალი რაც რო გგონია რომ თქვა აი დააყენებ, გააკეთებ, აი ეს უნდა მიიღო ეს და შეიძლება ისე არ გამოვიდეს რა. სულ ახალ სწავლობ, სულ მუდმივად ახალ სწავლობ, თუ გიყვარს ეს საქმე რა თქმა უნდა და ექსპერიმენტებს რასაც ლაპარაკობ შენ, ხო, ეგ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამ სფეროში. არ შეიძლება რომ თქვა ერთი რაღაცა დაამუღამო ნამშო მიყვედა, თუ სუმუდმივად უნდა ატარო რა. აი ხა შენ მახსოვს ის შინდის არაყიც ხო ქონდა და აი ხა მოდი ექსპერიმენტებზე მითხარი, აი რას აკეთებ ხოლმე როგორ მიდიხარ მან? პირველი, გავცემ წეხანდელი კითხვის პასუხს, რამდენი სახეობის სპირტიან სასმელს ვამზადებ. არ ვიცი ზუსტად, მაგრამ 52-დან 60-მდე დავთვალე. მერე აგერია ხო? ხო არა. ყოველი ერთი პატარა ნაბიჯი გვერდზე და ახალ რაღაცას პოულობ, ახალ რაღაცას აღმოაჩენ და საბოლოო ჯამში კარგად გამოცდილი დისტილერი რო დაადგეს, ალბათ 100-საც აცდება სახეობას. ხო, აი ესეა რა მართლა. ხო, ერთი პროდუქტით შეგიძლია 5-6-ნაირი მინიმუმ მიიღო სახეობის სასმელი. არამხოლოდ სასმელი, ზოგადად ვიტყვი, რომ სპირტი არამხოლოდ სასმელია, არამედ სამკურნალ-წამლოდაც გამოიყენება და უამრავი დანიშნულება აქვს. ამას სამხრივად რო შეხედო, ასე არ შეიძლება. და ეს გაძლევს უამრავი ექსპერიმენტის საშუალებას. ყველაზე მარტივი ექსპერიმენტი, არა უпростоრად დღეს უკვე გამოცდილი აპითერაპევტების მიერ, ისევე სპირტით, ეს არის დინდგელი სპირტნაყენი, რომელიც სამკურნალ-წამლოდ გამოიყენება. თაფზე ლაპარაკობ, ხო? კი, მე ფუტკრეობა, ცოტა გადაუხვევ, მაგრამ კავშირში აშკარად და ვამბობ რა ამით. ხო, აი ეხლა შენ ძალიან საინტერესო რამეს შეეხებ. ჯერ პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ მაგალითად სხვადასხვა ურძნის ჭაჭისგან შეგიძლია მიიღო აბსოლუტურად სხვადასხვა არომატის, გემოს და ხასიათის ჭაჭა. ასევე არის მაგალითად ხილშიც. და სხვა ალბათ ხორბალში მე კარგად ვერ ვერკვევ, მაგაშიც მასე არის. ანუ მრავალფეროვნება არის ძალიან დიდი. და ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავად ნედლეულს. აუცილებლად. ის წარმოდგენა რომ მაგალითად ეხა
ამ აპარატში ჩაყრი რასაც გინდა რა, თუნდაც დამპალი ვაშლი ჩაყარო და გამოიყვანო იქიდან კარგი ხარისხის გამოხდილი დისტილატი. ეს არის ტყუილი. შეუძლებელი არის, იმიტომ რომ არ გამოვა. კარგი ხარისხის და სასმისის მისაღებად აუცილებელი არის კარგი ხარისხის ნედლეული. კი. სწორად. აი ხა შენ როგორ არჩევ ხოლმე ამ ნედლეულს და რა ხდება ნედლეულის შერჩევისა, როცა რა თქმა უნდა შენთვის აკეთებ ამას და გინდა ძალიან მაღალი ხარისხის მე არ გულისხმობ იმას რომ მოგიტანენ და გამოხადეს რასაც მოიტანენ მოიტანენ. მართალი, ეგ მართალი. იქ შენ არაფერს შუაში. ჩვენთან რაც შეეხება ჩვენს აკეთებელ საქმეს, უპირველეს ყოვლისა ყოველთვის მოთხოვნა მაქვს ჩემ თავთან იმის, რომ პროდუქტი ვაწარმოოთ აუცილებლად მაღალი კი არა, უმაღლესი ხარისხის, იმიტომ რომ რაც დრო გადის და მართლა რაც მე ცოდნას ვიძენ, თვითონ საქმე კარნახობს რა და როგორ უნდა აკეთო. ამიტომ ამ საქმეზე ზედაპირული შეხედვა არ შეიძლება, უფრო სიღრმეს უნდა ჩაწვდე, პირველ რიგში ამას ვიტყვი და მეორე, ნედლეულზე როცა ვსაუბრობ, ნედლეული აუცილებლად საღი უნდა იყოს. მარტივად ჩვენი წარსული ამაზე პასუხს, კოკასა შიგან რაც ადგას, იგივე გადმოდიდებისო. ხო და როგორ ნედლეულსაც გამოვიყენებთ, იგივე გადმოდიდება აუცილებლად. ამიტომ მცირე დისტილერები განსაკუთრებით რახან ვცდილობთ, რომ კარგი და საუკეთესო პროდუქტი გქონდეს, აუცილებლად მათით მივისწრაფით, რომ აი მცირე დისტილერიაზეც თქვი და კითხვა შექონდა რა. ცოტა რთულად არის მეგობრებო აქ საქმე ესე იოლად არ არის ეხლა რო ჩანს თქვა ესე აქამდე მოსვლაც ძალიან დიდი შრომა და ნერვების ფასია და ამის შემდეგ ხო მით უმეტეს კიდე რა ჩვენ გვაქვს მცირე დისტილერებს აქვთ პრობლემებიც როგორც ბიუროკრატიული ისე არის თქვა მაგალითად მაღაზიებთან ურთიერთობას და სახელი აქციზი, აღრიცხვა ბუღალტრული, გეჭიდავებიან მერე შემოსული გაურკვეველი ხარისხის სპირტები. მაგალითად, ძალიან კარგი რაღაც. ვიღაცას შეუძლია, რომ 5 ლარად შევიდეს მაღაზიაში და იყოს დათვრეს. მაგრამ რა მოუვა, მაგას აღარ ფიქრობს რა. აი ცოტა ამაზეც ვილაპარაკოთ რა, აი რა მნიშვნელობა აქვს მაგალითად გაურკვეველ სპირტს. და აქ გაკეთებულ, აქ გამოხდილ უკვე ჯანმრთელ ჯანსაღ პროდუქტს რა. აი, როგორ შეიძლება მაგას საკითხს შევხედოთ და შევიხოთ. პირველი არის უპირველეს ყოვლისა, უგაცრავად თუ იმას გეწყინავთ, მაგრამ ერში არის ცოდნის პრობლემა. და ზერელი დამოკიდებულებით ჩემი წინაპარი ესე აკეთებდა და მეც ესე უნდა ვაკეთო. მაგ ლოგიკით ჩვენი წინაპარი ურმით დადიოდა და ჩვენ რატო დავდივართ ავტომობილებით. ან მობილურ გადაუხმაროთ, ხო? წერილი ესე უნდა ამ სფეროშიც. მეორე ის არის, რომ აი ზუსტად ის გაურკვეველი წარმომავლობის სპირტიანი სასმელი რომ შედის იქ სადაც შეც, რა ვიცი, როგორც არის არავინ არ ვიცით იმის უკან რა იდგა, როგორ გამოიხადა, რა ცოდნის პატრონი იყო. ეგ მნიშვნელოვანია. ხვალ რა შედეგი გვექნება არავინ არ ვიცით, ხო? მსგავსი გამოცდილება მეც მაქვს თაფლის არაყი. ძალიან გემრიელი დასალევია, მაგრამ მოხდა ისე, რომ მომწამლა, აი ზუსტად ანალოგიურად მეც ეგრე დავლიე, მოვიხმარეთ ხინკალთან და 3 დღე. ხო, არა, დასალევა შეიძლება კარგი იყოს, კაცო. კი, გემო კარგი კონდეს, მაგრამ იმის უკან რა შხამი იმალება, არ ვიცით, ხო? მეორე ის არის, რომ ერთი ეს გვიშლის გაყიდვაში ხელს და შემდეგ ცოტა რთულად უყურებენ ქართულ პროდუქტს. მაგრამ ვინც არ უყურებს ასე, უმრავლეს შემთხვევაში მე ისე ხდება, რომ გადახთა უჭირს. შენ მცირე დისტილერი, ის ბოლოს გადასახდელი გაქვს ჩასარიცხი. არავინ არ გეკითხება, გადაგიხადა თუ არა იმან. და ის კიდე არის ხო, ანუ აქ რა პრობლემა არის, ადრეც გვითქვამს რა. არ მაღაზიებთან თქვა შეიტანე, დადე, შეიძლება იდოს თვეობით. ხო. ან გაყიდოს და თვეობით არ ჩაგირიცხოს. მოკლედ, რა ვიცი, ამ საკითხსაც დარეგულირება უნდა ისევე როგორც აქსის, აი მაგალითად სულ ამას ვამბობ ხოლმე, რომ პატარა მწარმოებლებს, აი ესეთ პატარა საწარმოს და გიგანტურ საწარმოს, რომელიც მილიონობით ბოთლს ასხავს, ერთი და იგივე საგადასახადო სისტემა, ანუ ამისთვისაც აქციზი მუშაობს ისე, როგორც იმისთვის, ანუ
ესეთი პატარებისთვის უნდა იყოს შეღავათი, აი თქვათ, არ ვიცი როგორ ჩამოყალიბდა, მაგრამ 10000, 20000 ბოთლზე მეც ვინც არ აწარმოებს, ჩემი აზრით, არა, მართალს. ხო, რა უნდა გქონდეს სხვანაირი შეღავათები, რომ შენ სტიმული გქონდეს და მუღამი გქონდეს რა და ის გქონდეს. რომ ადგე და გააკეთო რაღაცა, ექსპერიმენტი ჩაატარო და ახალი რაღაცა გააკეთო. ხო, ეგ აუცილებელია. აი ძალიან მარტივი შედარება შეიძლება მოიყვანო ეხლა, რომ დიდ ქარხანასა და ესე მცირეს შორის დიდი ქარხანა თუ ყიდულობს, ესე სიტყვას გამოვიყენებ, ოპტავოის ყიდულობს. ხო, კი და ბოთლიც ისევე შემოაქვს დიდი რაოდენობით და კაპიკები უჯდება. და შენ მცირე დისტილერი, 500, 600 ბოთლი, ასევე ნედლეულიც უფრო ორმაგი მაინც გიჯდება რა. ყველა ვარიანტში გიჯდება ორმაგი. გადასახადები დიდი გაქვს, ხარჯები დიდი გაქვს. გინდა არ გინდა, არ გინდა ხელშეწყობა უნდა. ცოტა ტექნოლოგიაზეც ვთქვათ რა და მე მინდა ვთქვა რომ აი რა მნიშვნელობა აქვს სვეტოვანს, ეხლა სვეტი ქვია მეგობრებო ამას, აი რასაც ეს არის თვითონ აუზი ქვაბი. ეს არის სვეტი. ჩვენ როგორ ქვაბებსაც ვართ მიჩვეული, ძველი მამაპაპური ქვაბები, ის ცოტა სხვანაირი სტილის არის და იმ ქვაბებში შეუძლებელი არის მაღალი ხარისხის სპირტის მიღება. მაღალი ხარისხის პროდუქტი თუ გინდათ მიიღოთ, აუცილებელი არის სვეტი. და ეხლა გიორგის ვკითხავ, რა მნიშვნელობა აქვს აი ამ სვეტს და რა ხდება ამ სვეტში ისეთი, რომ კარგ პროდუქტს გვაძლევს. ვიტყვი აუცილებლად, ჩვენი ძველი ტრადიციული ქვაბი, ანუ გუმბათოვანი სისტემა, გუმბათოვან სისტემაში არ ხდება ის პროცესი, რაც მიმდინარეობს სვეტზე. არ აქვს ეხლა მნიშვნელობა სვეტში ფიზიკური თებშია თუ თეორიული თებში, ანუ ჩანაწყობი კეთება, რომელიც თეორიულ თებს გამოიმუშავებს, აქ ბადეებზე ამბობ, ხო? თუნდაც ბადეზე აქ ხდება ფრაქციული დაყოფა. ნახეთ ეხლა რას გულისხმობს ეს ფრაქციული დაყოფა მარტივად რო ავხსნათ რა. საერთოდ სამი ძირითადი ფრაქცია არსებობს და ისინი კიდე ორ ფრაქციებად იყოფა. სულ 6 ფრაქცია. ანუ არსებობს ისეთი შედარებით მსუბუქი სპირტები, რომელიც უფრო ადრე წამოორთქლდებიან და ადრე ესე იყო ხოლმე რომ ის პირველი გადმონადენი იყო. ხო, კარგი, იმიტომ რომ იმაში მეტი არის და კარგი ძლიერი როა. არა და ყველაზე შხამია, ყველაზე მეტი და აი სწორედ აქ ხდება იმის ფორმირება, პირველად ის რაც მოდის დაარეგულირო ნაკადი და მიიღო პირველად ის ფრაქცია, რასაც შხამს ვეძახით მარტივად, არა და რეალურად ტექნიკური სპირტია, ყველაზე დიდი მტერი ადამიანისა, ასევე აცეტონის და სხვადასხვა სპირტებიც და გაძლევს იმის საშუალებას, რომ ის რახი, რაც ადრე მოყვებოდა გუმბათოვან სისტემაში, ხო, ჩატოვო ქვაბში და მიიღო კარგი ხარისხის სპირტის გული, ასე რომ ვთქვათ რა. რეალურად აბსოლუტური სპირტიდან საუკეთესო მისაღები სპირტის გული არის 75%. დანარჩენი არის აი შენ როგორი გამომხდელი ხარ? კაცრი ხარ, მაგალითად რატომ მოფიცი რომ ესეთ საწარმოებში ყოველი ლიტრს დიდი მნიშვნელობა აქვს. კი, აუცილებლად. ჩვენთვის, პატარებისთვის. ხო, შენ აი ძალიან მკაცრად ჭრი თავს და ბოლოს და თუ რაღაც შეღავათ ადლევ შენ თავს რაინც რომ აი ცოტაც ბოლომდე გავატურინო და გამოვიტანო. ვერასოდეს ვერ ვიღებდი სიამოვნებას ჩემი სპირტიანი სასმელით, ვერ ჩემი ლუდით. და მე მივხვდი რატო ვერ იყო ეს ასე. ყოველთვის კრიტიკულად უდგებოდი საკითხს და ყოველთვის ვეძებდი მინუსს. და ამ მინუსების ძებნაში გამომრჩა ის, რითაც უნდა მართლა სიამოვნება მიიღო. ხო და ესეთი კრიტიკული მიდგომით ხასიათიც ესე ყალიბდება საბოლოოდ, რომ აუცილებლად სხვათა შორის რაც არის ზუსტი გაწერილი, ბარემ მაგასაც ვიტყვი რა, კი არსებობს ზუსტი გაწერილი დოგმატი სპირტიან სასმელში, თქვათ ამდენ პროცენტი, ამდენ ეს რას ემთხვევა, ის რას ემთხვევა, მაგრამ დღეს რეალურად ქართულ პროდუქტში ჭაჭაში ეს აღარ ემთხვევა. ახლა ვიღაცა მეტყვის რა მოხდა, ხო? რა მოხდა? რა მოხდა, ჩემო მეგობრებო და მოხდა ის, რომ ადრე ჩემს ბავშვობაში, ხო, ვენახს წამლიდით რა ის, წამლობა ერქვა მაშინ ამას. შაბიამანი, ხო, 3ჯერ, 4ჯერ, აი 5 რო, რა ვიცი, საოცრება უნდა ყოფილიყო ვინმეს 5-ჯერ რო შეეწამლა.
დღეს რო იმისთვის რომ მეტი მოისხას 12 ჯერ შეწამლი და არ კითხულობ იქ რა ხდება აი ეს ქმნის პრობლემას. აი ძალიან მარტივად და გასაგებად დავხსნი რა ხდება დღეს ისე რომ გლეხმა გაიგოს. მე არც მიკრობიოლოგი ვარ და არც ბიოქიმიკოსი. უკეთესად ახსნიან ამ საკითხს ჩემზე, მაგრამ მე ვიტყვი რა ხდება მარტივად. იმიტომ რომ თუნდაც ძველი წამლობა ხდებოდეს, როდესაც ასე ვთქვა, წამალი ესხმება ყურძენს, ეს არის თავდაცვითი პროცესი. არსებობს ესეთი ნივთიერება ვთქვათ, ნივთიერება პექტინი. პექტინი არის პოლისაქარიდი, ასე ვთქვათ, უჯრედებს აწებებს რა, ყურძნის კანის უჯრედებს. ხილის კანში არის. ხილის კანშიც არის. და რაც მეტი წამლობა ხდება, მეტი პექტინი წარმოიქმნება და კანი ცქელდება. ყურძნის კანი ცქელდება. მეტი პექტინი არ ექვემდებარება ალკოჰოლურ დუღილს. არსებობს ესეთი ფერმენტი, სხვადასხვა კედელზე მიწერია, ვერ ვიმახსოვრებ სახელს. პექტინ მეთილ ესტერაზა. ანუ ეს არის უფრო ფერმენტული ჰიდროლიზი და არა ალკოჰოლური დუღილი. შედეგად ვიღებთ ბევრ მეთანოლს და ანუ რაც არ გინდა ჩვენ ხადოთ, მაინც გადადის პროდუქტში ბევრჯერ შეწამლილი. 10% არის, ანუ განსაზღვრული დოგმატი, რომ 10% ხო. 10% აბსოლუტური სპირტის არის თითქმის სავსეი მავნე მინარევებით, მაგრამ ზოგჯერ ისეთი ბევრია და მეტობა არის, რომ ვეღარ აშორებ. საუბედუროდ გახსოვს ხო ადრე როგორი დავა მიდიოდა Facebook-ზე, რომ არაკულტურული სახეობები რო იყო ეს ადესა იყო თუ რასაც უწოდებდნენ ხო, რომ ბევრ მეთილ შეიცავს გადაასწრო კულტურულმა საუბედუროდ. ნამდვილად იმდენად დაწყამული არის უკვე ხო? და შენ წარმოგიდგენია ღვინოში რა ხდება? აი არ ვეხები მეღვინეობას. ხო, ეს არ არის ჩვენი სფერო ამ წუთას ეხლა, მაგრამ კი. აქაც რო პრობლემა არის, აი გაცხელებულ აპარატში რო პრობლემა არის, იქ რაღა იქნება წარმოგიდგენია. და ალბათ გაგიგონია კიდეც ესეთი გამონათქვამი რა, კაცო, სუფთა ღვინოს სვამ და პახმელიას მაძლევს უგაცრავ საბარა იქნება, პახმელიას კი არა. აი რატო გვაძლევს? გიორგი, მარცვლეულში წეგრეა? არა, მარცვლეული ცოტა სხვაგვარი საკითხია. მოდი მარცვლეულზეც ზოგადად ტექნოლოგიაზე ვთქვათ, აბა, აი ხილის ჭაჭის და მარცვლეულს სხვაობა არის? თუ ვიტყვით მაგალითად მინარევების შემცველობით, განსხვავდებიან მინარევების შემცველობითაც და განსხვავდებიან ტექნოლოგიური პროცესითაც. აი მაგალითად ხილიც და ყურძნისეული პროდუქტიც ექვემდებარება პირდაპირ დუღილს, მარტივი პროცესია შედარებით, რაც შეეხება მარცვლეულს, მარცვლეული გადის ჯერ ფერმენტულ ხარშვას უფრო სწორად ეს არის შელესვა, ანუ სადაც სახაემლის გარდაქმნა ხდება ფერმენტების საშუალებით, ან ალაოს ფერმენტით, ან გამოყვანილი ფერმენტით ხდება მისი გარდაქმნა შაქრებად და შემდეგ უკვე დადუღება საფუარის მეშვეობით. ანუ შეგიძლია ყველაფერი ხილს არ ჭირდება. ხილი შეგიძლია თვითონ კანზე არსებული. ხო, მერც მადლობა ჩვენ გარემოში საფუარის უამრავი შტამები არსებობს და სხვათა შორისად შეგვიძლია ბუნებრივადაც დავადუღოთ რა. კი ბატონო, გასაგები არის. შინდის შინძე ვილაპარაკოთ რა ეს. შინდიც ხო ის არის, შინდის ოტკა გააკეთა გიორგი. და სხვათა შორის იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ იმ წუთას გაეყიდა რა. და ეხა ერთი ბოთლი აქვს შემონახული და ელოდება კიდე როდის მოვა შინდი რა. მითხარი შინდის თვითონ შინც ხო შაქარი იმდენი არა აქვს და აქ როგორ რა გააკართ თუ გინდა საიდუმლოები არ თქვა მაგრამ როგორ გააკეთ პირველ რიგში ვიტყვი რომ შინდი იყო ჩვენი საქმის გვირგვინი მართლა გვირგვინი იყო რა და არ ველოდით ესეთ შედეგს. ახლა ვიღაცა შინდამდე უნდა მიხვიდე, ხო? დამწები ვერ გააკეთებს. ეგრე ვერა. ხო და მივხვდით რომ დისტილაციით პრობლემები შეგვექმნებოდა ხარჯთან და ფასებთან მიმართებაში და უნდა აგვერჩია აუცილებლად ან არასწორი გზა, რომელიც გაძლევს შედეგს შაქარს გულისხმობ, ან სწორი და ნატურალური გზა და
ну ასე დავარქვათ არატრადიციული და გამოსავალიც ცოტა იქნებოდა ალბათ ხო რაღაც ანუ კლასობრივად უნდა წავსულიყავით ვოდკისკენ რაც გულისხმობს მაღალი სიწმინდის სპირტს დისტილაცია სხვა პროცესია და ანუ აუცილებლად დუღილს მოითხოვს მაგრამ ვოდკა დაყოვნების შედეგად შეგეძლო მიგეღო არომატული შინდის ვოდკა გამეორდები ხო ვოდკა ეს არ არის მოდი გამმარტოთ რა ხო კლასიკური მეთოდით მიღებული ან დისტილატი არაქართულად რო ვთქვათ არაყი არ არის ვოდკა არის არაყი მაგრამ არაყი არ არის ვოდკა აი ხო რთულია მაგრამ ესეა რა როგორც ნუ მარტივად რო ვთქვათ ცქრიალა ღვინო და ან შუშხუნა ღვინო და ტრადიციული მეთოდით მიღებული ღვინო განსხვავდება ხო ზუსტად ეგრე განსხვავდებიან ისინიც რა ხო და ბევრი იწვალეთ ამ შინძე ალბათ ხო კი აუცილებლად და კურკაც გახიხე ალბათ რა ხო არა გვაქვს კურკა არ უნდა გაყვეს ხო კურკა არ უნდა გაყვეს პრობლემებს ქმნის არომატის თვალსაზრისითაც მინარევების თვალსაზრისითაც და არ წუწუნებ მაგრამ ხელები ცოტა გაგვეცვითა თუმცა მაგრამ შედეგი იყო კარგი იყო კარგი შედეგი იყო მადლობა უფალს და კარგი პროდუქტიც მივიღეთ ხშირად საუბრობთ ხოლმე ჩვენ თვითონ პროდუქტზე მაგრამ პირადად მე მავიწყდება ხოლმე საუბარი წყალზე აი არადა შენიშვნა ხო მე ჩემ თავს მივეცე ეს შენიშვნა იმიტომ რომ გადაცემებშიც მე ვნახულობ ხოლმე ძალიან ცოტა ადგილას მაქვს წყალზე საუბარი რა და წყლის მნიშვნელობა ამ საქმეში არის უდიდესი აუცილებლად მხოლოდ კარგი პროდუქტი გამოხდით ვერ მიიღება რა იმიტომ რომ ჩვენ ღებულობ ძალიან მაღალ ალკოჰოლს რომელსაც ვერ დალევს ვერავინ გიჟის გარდა იმასაც გაუჭირდება და იმისათვის რომ პროცენტულობა ალკოჰოლის პროცენტულობა ქვევით ჩამოვიდეს საჭირო არის წყალი ოღონდ ეს ის წყალი არ არის რა ონკანში მოუშვა და რაღაცა ის რა წყალზე გვაქვს საუბარი როგორი უნდა იყოს ახლა ეს პირველი დავიწყოთ იმით რომ ნუ მენდელეევის აღმოჩენა იყო ოქროს შუალედი რომ აი 38%-იანი სპირტიანი სასმელი ბევრად უფრო სასიამოვნო დასალევი იყო და მოსანელებელი და ამ დროს არომატული თვალსაზრისით უფრო წინ წამოწერდა არომატს ვიდრე სიტყვაზე ნუ რა 50-70%-იანი ხო დრაკონივით რო ცეცხლაფრთხო მე ხო და ამისთვის საჭირო იყო და არის აუცილებლად ხარისხიანი წყალი ხარ რას გულისხმობს ხარისხიანი წყალი კი მართალი ხარ ონკანში წამოსული წყალი პირდაპირ არ ვარგა იმიტომ რომ იქ ქლორია და ბაქტერიაც ბევრია არასასიამოვნო მინერალები ბევრია იქა კი ბატონო ამიტომ დღევანდელობაში სიმართლე გითხრა ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება წარმოების თვალსაზრისით არის უკუოსმოსური ფილტრით მიღებული წყალი ფილტრით კი ბატონო მაქსიმალურად გაცვლილი არის მინერალი მარილებისგან და ანუ სიხისტით უნდა იყოს წყლის სიხისტე დაახლოებით 0.04 და თუ ვისაუბრეთ გამოხდილი წყალზე, იქიდან გამომდინარე რომ გამოხდილი წყალი არის მკვდარი წყალი, საერთოდ ყველაზე ნაკლებად გამოიყენება. ანუ დარბილებული წყალი უნდა იქნეს გამოყენებული და არა ხისტი წყალი, თორე კი მოახდენ შეზავებას, მაგრამ დროთა განმავლობაში ის აუცილებლად გამოლექავს მარილს. კი ბატონო. ან ბოთლის ფსკერზე, ან რა ვიცი. და გაიკეთებს ლექს. აუცილებლად. ან შებურავს, ან რაღაცას ისეთ. ამიტომ პირველ რიგში კარგი პროდუქტი უნდა მივიღოთ და შეზავებაც რა თქმა უნდა სწორი შენიშვნა იყო მართლა აი წყალი აუცილებლად ვილაპარაკოთ ხოლმე პირადად ჩემ უფრო როგორი სპირტები მოგწონთ სპირტებს ეხა რომ ვამბობ ხოლმე მეგობრებო ხო შეიძლება ზოგადად ესეთია კრეფსითად ვამბობ დავარგებული თუ აი მაგალითად მუხაში დავარგებული აი მე პირადად თეთრს რო ეძახიან თეთრად მოსახმარ კი ბატონო ეს არის ჩემი გემოვნების ამბავი რა. აი, როგორი რამეა. თუ საუბრობთ ერთ ჭიქაზე, რომელსაც სიამოვნებით დალევ. ბრენდი, ანუ კონიაკი ჩემთვის მაგკუთხით ყველაზე მაღლა დგას და ძალიან მომწონს. მაგრამ რაც შეეხება თეთრ სასმელს, თეთრ სპირტიან სასმელს, ამ საქმესთან ურთიერთობა აუცილებლად ჭაჭით დაიწყო და ჩემი სიყვარული ამ საქმეში ამით იწყება და ნამდვილად მიყვარს ჭაჭა. და დიდ პატივსაც ვცემ
ოღონდ კარგ ჭაჭას, კარგად მიღებულს ხარისხიანად. ფათაშორის კარგი პროდუქტი არის. ძალიან კარგი პროდუქტია. ასე აბუჩათ ასაგდები ნამდვილად არ არის რა. ნახე, ცუდი შეხედულება გარკვეულ კატეგორიას რატომ აქვს ჭაჭაზე? იმიტომ რომ ის რომ დალია და ემწარა, არასწორი ჭაჭა დალია, გაიგე და გამომხდელს არ ქონდა ცოდნა. ნუ არ არის ფლად მოსახლეობის ბრალი ალბათ და ჩვენი მოვალეობით არის შევიტანოთ გარკვეული კულტურა ამ კუთხით. კი ბატონო, ვისაუბროთ ბევრი ხოლმე. ხო და დანარჩენი რაც შეეხება ხილის არყები მიყვარს ძალიან. ხილის არყები და თაფლი, თაფლს უდიდეს პატივს ვწევ. ესე იგი ხილი უფრო გიყვარს ვიდრე ჭაჭა თქვათ რა ხილი. არა, ჭაჭაც მიყვარს და ხილის. ანუ ჩემი მიმართულება უფრო ხილისკენ წავიდა. ხილისკენ. ხილებში რომელია ფავორიტი? დავაგვირგვინეთ ნამდვილად შინდი, ხო? მაგრამ საერთოდ ვიტყვი რომ წითელი ხილი და ასევე კენკროუნები არის ყველაზე არომატული. ხილის და მაიცა. ჟოლო, ალუბალი, მაგრამ აიუყურე მწვანე ხილი და არომატული. კი, როგორ არა. ფეიხო არის გვირგვინი არომატების. დართლა გეუბნები. იმდენად არომატულია. თუ პირდაპირ ფეიხო. ყვითელი ხილი გამახსენდა კომში. კი. კომშიც არომატულია. კი, როგორ არა. მე გულისხმობ არომატის სიძლიერეს. ხო, სიძლიერეს. ფეიხოზე გეთანხმები. ფეიხო აი ძალიან. თვითონ ალბათ პროდუქტი არის ისეთი, რომ აი რამდენჯერაც არ ვიხარ, ახლა 20 ჯერ თუ გამოხდი რაღა გამოვა იქიდან. როგორც იხდება ხოლმე რა, რომ გამხატო ძალიან მაგრად მოაქვს თავისი არომატები. აი და ალბათ ხილია ეგ. სხვათა შორის ჩავატარეთ ერთხელ ექსპერიმენტი, ნუ ზედა ზღვარი სპირტული სიმაგრისა ინდონეზე არომატით შეინარჩუნოს და თან უფრო სუფთა სპირტი გამოხადოთ, არის დაახლოებით 93 და 3, 93 და 5 უკვე კრიტიკული მონაკვეთია. და 94 და 5-ზე გამოხადეთ ფეიხო. აი იყო რა ექსპერიმენტი ესეთი. და წამოიღო მაინც არომატი. ანუ იმდენად ძლიერია. ხო, მაინც წამოიღო რა. და სხვათა შორის აქ ყოფილა გადახალისებები ესეთი, რომ ძალიან ძლიერი არომატის გამო მოუტანიათ ჩემთან ერთად, ესე იგი ხურმა და ფეიხო ერთად დადუღებული. ანუ სრულად ფეიხოს არომატზე მიდის, იქ არაფერი ხო, ხურმა შეჭამს იქ გაზავება ხდება და ანუ ზედმეტი არომატის გამო ყელს აღარ წოვს. ვისაც ამის გამოცდილება აქვს, დამეთანხმება, რომ ფეიხო იმდენად არომატულია, რომ ყელს წვავს. ძალიან არომატული არის, კი, ძალიან. აი ხა ყელს წვავს არასპირტული, საინტერესო რამე თქვი შენ, რა ეხა მოდი აი რა მარცხებზეც მომიყევ. ექსპერიმენტის დროს მარცხები. აი რა სწავლობთ მაგ დროს? ბრაზდები, არ ბრაზდები, აფრე ვაკაურო არ გათხოვში. თქვა რაღაცა გაქვს ჩაფიქრებული და გონია რომ ან ახალ ხილს ეხები, თქვა არ ქონია სიტყვაზე პირობითად, რა ვიცი, ვაშლი უნდა გამოხადო, ანამდე არ ქონია და გონია რომ ესე გამოვა, შენ დათვალე, გამოთვალე ის და აიწყე პროცესი და არ გამოდის რა. აი ხო ყოფილა ესეც რა. რაღაცას ისწავლი ალბათ აქედან ადამიანის, რა ვიცი, შენი დაკვირვება შეიძლება წაიკითხო და გამომხდელები ამბობენ და წერენ რომ ესე ვქენით და გამოვიდა, მაგრამ ხანდახან ესეც ხდება ხოლმე, რომ აკეთებ და არ გამოდის რა. კარგი ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს. რამდენი დისტილერიც არის საკითხთან მიმართებაში, იმდენი აზრი შეიძლება გამოიკვეთოს და იმდენი ექსპერიმენტი შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა მიმართულებაზე. ნუ ყოველ შემთხვევაში აი ხა შინდი ეგრევე გამოგივიდა? კი. მართლა? ანუ ეს უკვე გამოცდილი დისტილერის ამბავია? არ ვიტრაბახებ არც იმის ჩამითვალოს, მაგრამ ხშირად ისე ხდება, სანამ ექსპერიმენტს დავიწყებ, მიახლოებით ვიცი რას მივიღებ და რატო. ბავშვობიდან მოყოლებული მე-6 კლასიდან სულ რაღაცას ვაკეთებდი, ოღონდ მაშინ იყო ძირითადი ბაზა ჭაჭა. და ეს ჭაჭა არის ისეთი, ანუ ნაღდად ქართული ხასიათი რო აქვს რა. სადაც არ უნდა წაიყვანო ქართველი, ყველგან რო ჯიუტი ქართველია, ჭაჭაც ეგეთია, რომ რაც არ უნდა უქნა, ბოლოს მაინც ჭაჭა არის რა. ხო რა. ხო, ამან კარგია მე ერთგვარად ერთი მხრივ. მიმიყვანა იქამდე და იმდონემდე, რომ აუცილებელი და საჭიროა სუფთა სპირტი. საბაზისო პროდუქტი, ესე რომ ვთქვათ, უმაღლესი ხარისხის. ლუქს კატეგორია. სავსებით საკმარისია. ეს უკვე მარცვლეულის ამბავი არის, ხო? კი ბატონო. კი.
თუმცა დავძენ იმასაც, რომ თუ საუბრობთ სუფთა სპირტზე, სუფთა სპირტის მიღება აბსოლუტურად ყველა პროდუქტიდან შეიძლება მიიღო. კარტოფილი, ჭაჭა, ხილი, მაგრამ არ ღირს რა გამეტება, თორე ვიტყვი რომ მიიღება. ხო, რაც შეეხება ეხა ექსპერიმენტებიდან ხვდებოდი რომ რაღაცა მეტი იყო საჭირო არომატული თვალსაზრისით და დავიწყე სხვადასხვა წიგნების კითხვა, სხვათა შორის ლიმონათი ვახსენეთ დღეს და მაინტერესებდა ლაღიდის ტექნოლოგია. არ ვიცი ეხა ლაღიდის ტექნოლოგია სიღრმისეულად როგორ ჩავწვდები, მაგრამ ზედაპირულად რაც ვიცი და ჩემით რასაც ვამატებ, რაღაცეები გამომყავს ლიმონათისთვის. მაგრამ მივედი იქამდე საბოლოოდ ჩემი ექსპერიმენტებით, რომ ოდეკოლონი და პარფიუმი დავამზადე რამოდენიმეჯერ. ეს იყო კულმინაცია, ასე რომ ვთქვათ, არომატული თვალსაზრისით რა. არ არის ეს სპირტიან სასმელში საჭირო, თუმცა ბაზა სპირტის ამის საშუალებას იძლევა. და რაც შეეხება მარცხებს, არ ვიცი თუ მომივიდა მარცხი, როდესმე ვერ ვიხსენებ. ნუ ერთი-ორ თუ არ ჩავთვლით, ანისზე იყო სხვათა შორის. ვერ გამოვიყვანი ანისული არომატი თავიდან და დოზები ვერ შევარჩიე და ბოლოს ყველაზე ესეთი მარტივი და კარგი არის, რომ 10 ლიტრ აბსოლუტურ სპირტზე გადაანგარიშებით, რა თქმა უნდა, მინიმუმ 100 გრამი და მაქსიმუმ 250 ამ შუალედში უნდა იმოძრაო. ნედლეულზე რა. მე მქონდა მარცხი, როცა ვიწყებდი მაგას, ეხლა მაგიტო კითხე რა. ანუ პირველ როდესაც ძველი ტრადიციული ქვაბიდან გადავედი უკვე აპარატზე, ასეთ აპარატს პირველივე შეხებისას მარცხი მომივიდა რა. მაცივრის ტემპერატურა მქონდა ძალიან ცივი. მარცხია ეხლა და რა მივიღე ხო წარმოგიდგენია ეხლა. ყველაფერს ჭირდება ცოდნა და გამოცდილება მეგობრებო. მე მეგონა რომ ვიჩვეული რო ვიყავი სულ იმაზე, წყალი წყა გააციებს რა. თურმე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ სვეტზე მაცივრის, ანუ მაცივარი გულისხმობა წყალი რომელიც აციებს სითხეს, იმის ტემპერატურა და მე მქონდა გაყინული ცივი რა. სხვათა შორის რახან გამოხთას შეეხო, წეხან გამოხთას არ გულისხმობდი მარცხი და არ მარცხში. გამოხთაზე ვიტყვი რომ ესეთი რაღაც 1-3-4 ჯერ მოგვივიდა, ნუ მცირე ხანძარი, მაგრამ გაზთან მუშაობისას ყოველთვის არსებობს რისკი. აი გაზიც ახსენე ეხა და მოდი ვითხარი რა სხვაობა მე კი ვიცი უთხრათ მაყურებლებს გაზი დენი ცეცხლი ორთქლი რა რომელია კარგი თუ შედარებებს ვაკეთებთ პირველ რიგში ცეცხლი ანუ შეშას აუცილებლად გაზი ჯობია უფრო სტაბილური ანუ ამ საქმეს უეჭველად უნდა სტაბილური ტემპერატურა ვთქვათ რატო უნდა სტაბილური ტემპერატურა ფრაქციული დაყოფა აღარ მოხდება ფრაქციული დაყოფა თამაშს გამოიწვევს ფრაქციები აირევა და ცუდ ხარის ცუდ შედეგს მივიღებთ ხო გაზს რაც შეეხება პირველ რიგში გაზის ყველაზე დიდი მინუსი ის არის რომ CO-ს გამოყოფს რაც რა უნდა კამერა შეუკრა იმას ახლა არსებობს რა შანსი რომ CO მაინც იფრქვევა და თან არც ისე სტაბილური არ არის ხო სტაბილურიც არ არის და კიდევ ყოველთვის არსებობს ხანძრის რისკი გაზთან მიმართებაში. მილი ჩამოძვრეს, რაღაცა დაგავიწყდეს, გამოგრჩეს, ერთ წვეთს არ გპატიობს. აი ეგეთია რა, ერთ წვეთს არ გპატიობს. დენს რაც შეეხება, დენი წარმოების თვალსაზრისით უფრო ეკონომიურიც არის ხარჯში, ნაღდადასია, ვიდრე გაზი? კი, ესია წარმოებაში ესია. და ამავდროულად სტაბილურობა შეგიძლია შეინარჩუნო და სიზუსტე. ანუ შეგიძლია გაძლევს იმის საშუალებას, რომ უცებ 1.5 საათი გვერდზე როგორ მოგიხდეს რაღაცის გაკეთება, გახვიდე და პრობლემა არ არის რა. დატოვო, ხო. ამ დენი არის იდეალური ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში არის სტაბილურობა რა. კი. ამ საქმეში რა ვაგიტო. ნუ მე ვირჩევ დენს ყოველ შემთხვევაში. შეიძლება ვიღაცა სხვა ერჩინოს, მაგრამ ხო ისე ორთქლზე მკითხე წეხან და ორთქლს გააჩნია რისთვის ვიყენებთ. ანუ ყველაფერს გააჩნია რისთვის ვიყენებთ რა დისტილაციას ვაკეთებთ, რექტიფიკაციას თუ რა მეთოდით მუშაობთ. ორთქლი კარგია დისტილაციისას, განსაკუთრებით ფაფასთან შემთხვევაში. აი ამ ჭაჭა, საინტერესოა. რექტიფიკაციის დროს დენი. დენი და აუცილებლად უშუალო შემთხვევა სპირტთან, ნუ ეს არის ჩემი გამოცდილება, თორე
დიდ ქარხნებში პირიქით ხდება სვეტში ცალკე მდგომი სვეტებია და ორთქლის შედის ქვემოდან და სხვადასხვა თებშებზე ფრაქციული დაყოფა რო ხდება ნედლი სპირტის შეშვება სადაც მე-6 მე-7 თებშე ხდება და იქ განსხვავებული პროცესები. ანუ ეს არის პერიოდული მოქმედების ქვაბი, არსებობს უწყვეტი მოქმედების. კი, არსებობს სარექტიფიკაციო და არსებობს უწყვეტი სადისტილაციო სვეტები, რომელიც 25 თებში არ არის ის რეალურად, მაგრამ 25 თებშისგან შედიება. ზემოდან ჩამოდის სითხე ქვემოთ და პირიქით ხდება სპირტის ასვლა ზემოთ, ანუ გაცვლა. თუმცა არომატული თვალსაზრისით მაინც პერიოდული ჯობია. კარგი, ცოტა მომხმარებელზეც ვილაპარაკოთ. აი, როცა იწყებდი შენ ამ საქმეს. როგორი იყო ხალხი მაშინ, როგორ კრიტიკულად უყურებდა ჩვენ ქართულ პროდუქტს, როგორ შეიცვალა დღეს, მაგალითად უკვე როცა პროფესიონალი ხარ. აი, მაგალითად, რა ვიცი, ჭაჭასთან მიმართებაში რა, 10 წლის წინ ესე მოსწონდათ ან არ მოსწონდათ სვავდნენ დღეს სხვანაირად სვავენ თუ რა როგორია მომხმარებელი ესე იგი ჩემი დავიწყებ პირველ რიგში მეც ისევ ფიქრობდი როგორც ალბათ დღეს კიდე ფიქრობს ხალხი ესე რომ 70 გრადუსიანს ისე დრაკონი გაფრინდები ხო ეს იყო მაგარი ესე ფიქრობდი მაგრამ დროთა განმავლობაში როგორც თქვი საქმე ყველაფერს გასწავლის თუ საქმე არა შენი გამოცდილება. სხვისი გამოცდილებაც მეგობრების და აი ნახე როგორ იყო. Facebook-ზე დავიწყე, ვიდეოებსაც ვერ წერდი რა, პოსტების წერა. ესე გამოჩდი ნელ-ნელა, გამოჩდა კოლეგებიც, გამოჩდით ყველა, გავიცანით ერთმანეთი და მაშინ იყო რა ვიცი, როგორი მოდგომა ქონდა, იცი ხარ, რას ქვია შენ ამას, ესე ამბობ და ესე უნდა იყოს და ასე არ უნდა იყოს. ყველა ბრო იცის, ხო? ყველა ვიცი, წლები. დიდი ხანია Facebook-ზე, აი ძალიან ისე იშვიათად პოსტავ ამ საკითხზე, მაგრამ რო რაღაცას დავწერ ხოლმე, ქონია ესეთი შემთხვევაც, ის რაც ოდნასაც მე გავცემდი, აქეთ რო გიბრუნებს რა, ვიღაცა რომ ეგრე არა ძმა, ასე უნდა გააკეთო. ხო და ეს მახარებს. კარგია კი. იცი რა არის, ერთგვარი მე ახლა არ ვიტყვი ამას რომ ჩვენი ეპოქაში უკვე და რაღაცა გავაკეთეთ, მაგრამ პირველი ნაბიჯებია. კი, პირველი ნაბიჯებია და ჩვენმა გაკეთებულმა სერვისმა, გაცემულმა ცოდნამ და ასე შემდეგ შედეგი გამოიღო. შედეგი გამოიღო იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ადამიანს რომ აღარ აქვს ნაბახუსევი, ესე იგი მოწამვლაც ნაკლებია, ექიმები არა ვართ. მაგრამ ჩვენ საქმეს რო პატიოსნად ვაკეთებთ, ეს მათცეც აისახება, რა თქმა უნდა, დადებითად. იცი როგორ არის, მე მჯერა რომ რაც უფრო მეტს აი შენაირი ცოდნეები, გამოცდილი პროფესიონალი ხალხი, ჯერ ეგრეთ ბევრი არ არის ამ ქვეყანაში. მართლა არ არის ბევრი. რაც უფრო მეტს ისაუბრებენ, გააკეთებენ, შესთავაზებენ, გაასინჯებენ, თანდათან ცნობიერებაც ამაღლდება რა და თანდათან დაიწყებენ ჩვენი ქართული პროდუქტის დაფასებას. და შეიძლება დრო მოვიდეს, რომ სრულად გვერდზე გასწიონ ის გაურკვეველი წარმოშობის სპირტები, რასაც დღეს 5-6 ლარად ყიდულობენ მაღაზიაში. ამას უბრალოდ დრო უნდა რა. ძალიან მაგარი რაღაც გამახსენდა, უნდა შეგაწყვეტინო ბოდიში. აქ ყავდა ფრანგის სტუმრები რა. ანუ ხანდახან არის რომ ტურისტებიც მოდიან. Google Maps-ზე მონიშნულება ხან მეგობარს მოყავს და ძალიან მაგრად მოეწონათ რა ეს რბილი სპირტები რო გასინჯეს მრავალი სახეობა და ეხა ფრანგი მეკითხება რომ რატო არ ახდენ ევროპაში ამის გატანას. მაგრამ სულა დაუსხავი აწოდე რომ აღარ გააგრძელოს ეგ ლაპარაკი რა. ახლა იმას ვერ უცბად ხო რა თქმა უნდა. თან როცა მცირე დისტილერი ხარ და აი მართლა ჭირს რა ასე რომ ვთქვათ გაყიდვები. ჯო აქ ჭირს გაყიდვები ეხლა. აქ ჭირს კი საქართველოში. იცი რა მე ფიქრობ და იმეც ვიტოვებ რომ ნამდვილად შეიცვლება დამოკიდებულება ალბათ დროება შეცვლის ამ ყველაფერს იყო ეგეთი დროც რომ ქართულ პროდუქტს ცოტა სხვანაირად უყურებდა მომხმარებელი და კითხულობდა ნამდვილია თუ არა. და ამ დროებამ მოიტანა ეს ყველაფერი. გეთანხმები. გავლილი აქვს ეს საქართველოს და გეთანხმები. არაპატიოსანი პროდუქტი იყო ხშირად ბაზარზე, მაგრამ მერწმუნეთ რა, დღეს სხვანაირად არის ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ხარისხიანი მოვიტანოთ თქვენამდე.
კი ბატონო და ამას დაფასება ჭირდება ეხა გიორგი რას. ნელ-ნელა იცნობს ხალხი გუში რომ 10 კაცი რაღაცას უარყოფდა დღეს რაოდენობა იცნება. ხო, კი კარგია ეს, კარგია. მოდი ეხა დასასრულს რჩევა მივცეთ დამწყებ გამომხდელებს. აი მე როცა ვიწყებდი მაგალითად და შეცდომა რომ დაუშვიეს. მე ვიტყვი ერთ რჩევას, სანამ, იმიტომ რომ მე გავლილი მაქვს თუ დამწყები გამომხდელი ხართ, არ დაიწყოთ დიდ აპარატებთან მუშაობა. ეს მართლა გეუბნებით, იმიტომ რომ ჯერ სხვა ხარჯებთან არის და სხვა ცოდნასთან არის დაკავშირებული, ჯობია პატარა 50 ლიტრიანი, 30 ლიტრიან აპარატებთან დაიწყოთ ურთიერთობა, დაამუღამოთ, ყველა აპარატს ჭირდება დამუღამება. ასე არ არის რა, იყიდი 4-იან სვეტს ან 3-იან სვეტს და გონი ეგრე არა. უნდა იცოდე დამუღამებული უნდა გქონდეს და რო დაამუღამო, გამოხდილი უნდა გქონდეს თან რაღაცა. აუცილებლად. ესე შეხედვით ვერ დაამუღამო. ჯობია რომ დაიწყოთ პატარა აპარატებიდან და მე სურვილისამებრ და შესაძლებლობისამებრ გაზარდოთ თქვათ. აბსოლუტურად მართალს ამბობს. ცირედით უნდა დავიწყოთ და კიდევ უნდა დაიწყოთ სიარული ჩვენთან. და რატო? პირველ რიგში მეგობრობისთვის ღია ვართ. კი ბატონო, გეთანხმები, კაი კაცი ხარ. კაცი არ მოსულა რომ ცოდნა დაგვემალოს მისთვის, რაღაცა არ ვესწავლებ. არც უნდა დავმალოთ, არ გვეკუთვნის ჩვენ ცოდნა, ყველასია. პირიქით გავცემთ ამ ცოდნას და განააკ სადმე რამე ვინმე კონკურენტს ხედავს. არა, რაც უფრო მეტი ვიქნებით, უკეთესი პროდუქტი შეიქმნება. რაც მომხმარებელს უკეთესად გაიზრდება, კაცო, რაც მეტი. რაც უფრო მეტი ვიქნებით და ვინც მოსულა, რა ვიცი, ახლა კაცი უარით არავინ არ გამიშვია, თუ რამე ჭირდება, ზოგი ტელეფონზე მირეკავს, აგერ სულ ახლახანს ისეთი რამე საჩუქარი გამიკეთა, რომ ვერ წარმოიდგენთ ჩემს სვეტს როგორ დაეხმარება ეს. დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის, წარმატებებს გისურვებ. ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მეგობრებო, გიორგის აქვს ძალიან კარგი თავისი პროდუქტი. მე სულ რეკომენდაციას უწევ და მოგმართავთ თქვენ. საქართველოში არსებობენ უკვე ადამიანები, რომლებიც კარგ პროდუქტს აკეთებენ, კარგს, ჯანმრთელს, ჯანსაღს. მოიძიეთ, იყიდეთ და გასინჯეთ და თქვენ თვითონვე მოგეწონებათ, აღმოაჩენთ სხვადასხვა არომატებს, გაიცნობთ სხვადასხვა ადამიანებს. ნახავ სად კეთდება, იქ მაღაზიაში რო ყიდულობ რაღაცა გაურკვეველი სახელით, არც იცი სად გაკეთდა და აგერ ფაქტებიც იყო ფალსიფიკაციის შარშან ორი დიდი შემთხვევა რომ გამოვლინდა, აღარ მინდა დაკონკრეტება მაგის. აქ აგერ არის, ხედავ რა, კაცი სად აკეთებს, როგორ აკეთებს, ადამიანს გაიცნობ, დაელაპარაკები და ნდობა უფრო გაგიჩნდება ესეთი ადამიანის. ასე რომ ეძიეთ და ეძიეთ მიირთვით ქართული პროდუქტი და ვიქნებით ყველანი ჯანმრთელები და გახარებულები. გიორგის კი წარმატება უსურვოთ თავის საქმეში. მადლობა, დაიხარეთ. კარგად გიორგი. კარგად. კარგი, ეხლა გადავიდეთ საქმეზე. ეხლა გადავიდეთ